მე არ მარიჯიქია 11 წლის. მე ძალიან მიყვარს ქალაქი პარიზი და პარიზის სიმბოლო ეფელის კოშკი. ეფელის კოშკი არის ლითონის სტრუქტურა. ეს სახელი მას თავისი შემქმნელის ეიფელის გამო დაერქვა. ეიფელის კოშკი არის 300 მეტრის სიმაღლის, მას თავზე აქვს 24 მეტრიანი ანტენა, ხოლო ეს ანტენა 24 მეტრს უმეტებს, ამიტომ 324 მეტრის სიმაღლის არის ეიფელის კოშკი. 1899 წელს ეიფელის კოშკმა მიიღო წოდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის, მაგრამ 1930 წელს, როცა ნიუ-იორკში დაასრულეს ერთ-ერთი შენობის მშენებლობა, Chrysler Building-მა წართვა მას ეს ტიტული. მაგრამ თუ ეიფელის კოშკის ეს ანტენა ჩაითვლებოდა, ის Chrysler Building-ზე უფრო მაღალი იყო. 1987 წელს გაიმართა 31 მარტს ეიფელის კოშკის ინაუგურაცია, ხოლო ხალხისთვის ეს ეიფელის კოშკი გაიხსნა 6 მაისს. ეიფელის კოშკს 300 მუშა აშენებდა 18038 ნაწილისგან. ეიფელის კოშკი თანამედროვე შენობებისგან განსხვავებით იყო უბრალო ლითონის ჩონჩხი. შუალედური სართულების გარეშე ეიფელმა წინასწარ გათვალა მუშების უსაფრთხოება, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც გარდაეცვალა ლიფტების დამონტაჟების დროს. ეიფელის კოშკი თავიდან ადამიანებს ძალიან არ მოწონდათ და მათ უმრავლესობას თვალში ხინჯად ხვდებოდა. ეიფელის კოშკის მშენებლობა 1987 წლიდან 1989 წლამდე გაგრძელდა. იგი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტურისტული ხელოვნების ნიმუში.